თამარ, პირველ რიგში მართალია ორი კვირა გავიდა დაახლოებით ცოტა მეტი 4 ოქტომბრიდან, მაგრამ რა თქმა უნდა იმ პროცესებზე საუბრით უნდა დავიწყოთ, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი მიმართულებით და თვალსაზრისით ათონელის რეზიდენციის შტორმის მცდელობა, ჩავარდნილი გეგმა, დონორზე საუბარი, ზოდელავას რეპლიკა, რომ დონორს არ უნდა ენდონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის ნაწილი, პასუხისმგებლობის შეიძლება ასე ითქვას, რომ ტოტალური უპასუხისმგებლობის ნაწილი, რაც შემდეგ ნახეთ უკვე პროცესების გათვალისწინებით. არ არსებობს დამხობა, სრული აფერა იყო დროშაში გაბუდნული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ, ამბობთ თქვენ. და ამავდროულად თქვენი გამოკითხვის საფუძველი გახდა ის განცხადება, რომლის მიხედვითაც პროცესის უკან ბაჩო ახალაია, მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა იდგა. გასაგებია, რომ გაუთქმელობაზე გაქვთ ხელი, ანუ შეთანხმება არსებობს ასეთ საგამოძიებო უწყებასთან და რა თქმა უნდა დეტალებს რის თქმაც არ გსულთან არ შეიძლება ამას არ გთხოვთ, თუმცა რის საფუძველზე ამბობთ, რომ აი ეს პროცესი მიდიოდა და რომ მართლაც ბაჩო ახალაია და რატომ და დაგიჯეროთ მაყურებელმა, რომ პროცესის უკან იდგა, ვთქვათ, ახალაია, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. კი ბატონო, საინტერესო კითხვაა, დიდი მადლობა. ზუსტად იმიტომ უნდა დამიჯერონ, რატომაც უნდა დამიჯერონ, რომ აი ახლა, როდესაც ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სხვა ყოფილი ყურმოჭრილი მონების სახლებს ჩხრეკდნენ, ამ ყველაფრის უკან, ამ გადაწყვეტილების უკან იდგა ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერი ცნობილია საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან და ეს დასკვნები მე გამომაქვს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩადის ახლა ამ ადამიანების სახლებში და ეს განცხადება ამასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით არავინ არ არის არც დაკავებული. გასაგებია, მაგრამ ის რაც ხდება, ეხლა თავისთავად თორნიკე რიჟვაძის დაკავებიდან მოყოლებული, მერე უკვე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებით გაგრძელებული, თავისთავად თოფირო კიდია ეხლა კინოში კედელზე, ის აუცილებლად გაისვრის და აგერ ვხედავთ ჩვენ, ხო, ამ ყველაფრის გაგრძელებას და რეალურად 4 ოქტომბრის ანატომიაც ის იყო, რაც აი ახლა ქართულ ოცნებაში ხდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება ერთი ადამიანის ახირების სამსახური. ერთი ადამიანის, როგორც ბიძინა ივანიშვილის ახირებას უნდა ემსა, მეტი რა უნდა გაეკეთებინა ღარიბაშვილს, მაკა მითხარი, იქ რაღაცა ბერას ჰეითერებს აკაჩავებდა. დადიოდა აი ამხელა კაცი და არ ვიცი მე, ანუ მეტი ყურმოჭრილი მონა როგორ უნდა ყოფილიყო, ან ლილუაშვილს მეტი სამსახური მისთვის როგორ უნდა გაეწია, ხო? მაგრამ აი ასეა რაღაცას რო აიხირებს ადამიანი, რომლის სამსახურშიც დგას მთელი სახელმწიფო სისტემა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ეს ადამიანები რა დანაშაულსაც ჩადიოდნენ, მაკა იმ დანაშაულს ბიძინა ივანიშვილის ვიზის გარეშე კი არ აკეთებდნენ, რა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არ აკეთებდნენ ამ ყველაფერს. უბრალოდ სანამ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა ჰქონდათ, მანამდე და სანამ ბიძინა ივანიშვილის შექმნილ ვირტუალურ, აი ვიტყვი, ზუსტად მივდივარ და მიხვდები რამხელა კავშირია. სანამ ბიძინა ივანიშვილის შექმნილ ვირტუალურ რეალობას ეთანხმებოდნენ, სანამ ეჭვი არ შექონდა ბიძინა ივანიშვილს მათ ყურმოჭრილ მონობაში, მანამდე დაშვებული იყო ამ დანაშაულების ჩადენა. რა წუთშიც ეს კეთილგანწყობა დაკარგეს და ბიძინა ივანიშვილის სასურველ რეალობაში აღარ ჩაეწერნენ, იმ წუთში ისინი გახდნენ დამნაშავეები, რომლის სახლიდანაც დიდძალი ფული ამოაქვთ, ხო? სავარაუდოდ, აი ეს არის. ეს ძალიან ბუნებრივია, იგივე მოხდა 4 ოქტომბერსაც. მიშა სააკაშვილს ახირებული აქვს ის, რომ რეალობა უნდა მოარგოს თავის ახირებებს და მთელს პარტიაში მოყოლებული ძალიან დიდი ხანი, აი რა მოხდა არაჟნის კონტეინერით რო შემოვიდა საქართველოში. რისი იმედით შემოვიდა? მაშინაც ანუ ყურმოჭრილი მონები ბელადისთვის, ვისაც მისი ძალის წყაროთ ხედავენ, ვისაც მათი ძალაუფლების წყაროთ ხედავენ, თუნდაც იმ სიმულაციური ძალაუფლების, რაც ოპოზიციაში, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება გქონდეს, ხო? იმისი ყურმოჭრილი მონობა იმისთვის სასურველი რეალობების დახატვა, რომ ის მართალია, როდესაც გონია, რომ ქართველი ხალხი მზად არის რაღაცა გამოვარდეს და რეალისტური მოლოდინები ქონდათ მათ შორის 4 ოქტომბერს. ამას უკრეთავს. რასაკვირველია დააყენეს ბოლი ჩვეულებრივი. ეს არანაირი დამხობა არ არსებობს, მაკა სუტყვილაზე ის ხალხი ციხეში დამხობის მუხლით. მაქსიმუმი რაც შეიძლება იმ ხალხს მიუყენო, აი იქ ვინც დააპატიმრეს. არის სახელმწიფო ქონების დაზიანება, იმიტომ რომ ისიც იმ შემთხვევაში თუ ზიანი დამდგარია. არ არსებობდა მაკა არანაირი დამხობა. ეს ყველაფერი იყო, აი როგორც ბიძინა ივანიშვილის რაღაცა
ილუზიებს უნდა ემსახურო. თამარ, არ არის როდესაც ამბობთ რომ არ არსებობდა არავითარი დამხობა. ფაქტი არის რომ არაერთი განცხადება მოვისმინეთ პრეპერიოდში, მანამდე პერიოდში რომ 4-ში დავიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ პერმანენტულად ამას იმეორებდნენ. არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ხომ ეს არის მშვიდობიანი დამხობა. დაანონს და მათ შორის სამპუნქტიანი გეგმა პირდაპირ ეთქვა ხომ აქციაზე ბურჭულაძის მხრიდან რომ აი ჩვენ ვართ აი ამიერიდან უკვე ლეგიტიმური მთავრობა, შემდეგ 6 ადამიანი ჩამოთვალეს დასაკავებელთა სია და შემდეგ უკვე ითქვა რომ მოდით წავიდეთ ახლა უკვე სასახლისკენ. ძალიან მარტივად რომ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი იმისთვის რომ მომხდარიყო შეჭრა მაშინ ასე კითხავთ სასახლეში. არ იყო, მაგრამ ყოფილიყო მაშინ რომ დაყოლოდაც არ იყო, რომ დაგეგმვა რომ ყოფილიყო რამენაირი დამხობის დაგეგმვა ან რამე გეგმა რომ არსებულიყო. ეს ხალხი მარტოები ხო არ იდგებოდნენ საცოდავად დაკავებისას. რამდენიმე ასეული ადამიანის გარდა არც კი შეიძლება. რატომ იდგნენ მარტოები როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ არანაირი დამხობის გეგმა არ ყოფილა, მაკა შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელია. არ იყო იმ რაოდენობით ადამიანი რა რაოდენობაც გეგმია რევოლუციას. თბილისის აგდებას რა უნდა აი ამის იმედზე იყვნენ რომ მოდი ჩვენ რაღაცას ვიტყვით და ეგება ისე მოხდეს რუსული რულეტკა ითამაშეს აი რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ახლა მაკა მისთვის სასურველ რეალობას რო უხატავენ სადაც იქ რაღაცა deep state-ი ებრძვის იქ შათირიშვილის წერილები სისულელეებს რო წერს ხო გიკვირს ერთ-ერთი დაუბრუნდები რა იმას ეგრევე აი შათირიშვილი რო სისულელებს ბოდვებს წერს ხო გიკვირს აი რატო წერს მაგრამ ივანიშვილის დაკვეთაა რომ ესეთი წერო მის ვირტუალურ რეალობაში უნდა იცხოვრო არანაირი ღალატი არ ყოფილა საერთოდ გეგმაც კი არ ყოფილა ზუსტად ისეთივე როგორც მიშასთვის არ უღალატია არავის კონტეინერში ბურჭულაძემ და ამ შემთხვევაში ზოდელავამ იქ შეკრებილი საზოგადოება მაჩვენებს მოატყუა ერთმანეთი აგიჟეს კი მოატყუეს იქ შეკრებილი საზოგადოება ერთმანეთი არა უბრალოდ როდესაც დაკვეთა ანუ ბიძინას დავალებით აკეთდება ხო ეს ყველაფერი ანუ ბიძინას დაკვეთა რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება ანუ ბურჭულაძემ და ზოდელავას ნაწილში ბიძინა არის ჩარეული და ბიძინას დავალებით თუ არა როგორც ბიძინას დაკვეთას ასრულებენ ანუ როგორც ბიძინა უკვეთავს იმ ვირტუალური რეალობის შექმნას სადაც დასავლეთი მტერია და რუსეთი მეგობარი ზუსტად ეგრევე იმ სისტემაში დაკვეთილია რომ მიშას რა რეალობაც უნდა ის რეალობა უნდა აჩვენო და აი ამ დროს წარმოიდგინეთ პროტესტის ინტერესები ხო დაზიანდა 4 ოქტომბრით ხო მე ყვიროდნენ სუსმა მოგვიწყო ხო დაზიანდა პროტესტის ინტერესები ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ თავკერძობის გამო ხდება. ზუსტად იმიტომ, რატომაც აი ღარიბაშვილი იყო აქამდე კარგი ბიჭი და მერე როდესაც ბიძინას თვალში არ მოვიდა, გახდა კორუფციონერი და ეხლა მთელი ღარიბაშვილის კლანი არის დამწუხრებული, არ იცის რა გააკეთო, სისტემაში თავს ვერ პოულობს, ეშინია, მომავალი არის. რა მოხდა 4 ოქტომბრის მერე ოპოზიციისთვის, რა მოცემულობა დაგიდგათ ეს არის ძალიან ანუ თავისთავად ტრავმა დიდი მიიღო რასაკვირველია პროტესტმა და თან ეხა ბიძინა ივანიშვილის იმას როგორც ჩვევია, ხო? ანუ ცოტა ის გამოთქმა რო არსებობს უხამსი ავადმყოფი ლოგინშიო დაახლოებით მაგას აკეთებს ახლა ტრავმა აქვს პროტესტს მიღებული და პროტესტის მოგუდვას ცდილობს ხო ანუ თქვათ იმის გამო რომ თან ხო ძალა არის დამატებითი ძალა ჭირდება ხელისუფლებას ასე კითხავთ თამარისთვის რომ მოგუდოს პროტესტი იმ პროცესების გათვალისწინებით რასაც ბოლო პერიოდში უკრა მაკა აი ხავე გეტყვი მაგაზეც რა ანუ მაგაზეც ამ თქვი გასაგები იყო რომ ანუ პროტესტი არ არის პატა ბურჭულაძის რაღაცა დელუზიური გეგმების შესახებ რომელიც სააკაშვილისგან არის ნაკარნახევი პროტესტს ეთყობოდა იქ როგორიც არის პროტესტი მშვიდობიანად იდგა რუსთაველზე და იყო გაკვირვებული იმით რაც მოხდა ხო ანუ პროტესტი არ მიყვება არც ერთ ლიდერს პროტესტი თავისით აგრძელებს არც სხვა შორს აქედან რომ გავალ ახალი კანონით 15-დღიანი პატიმრობა უნდა მომისაჯონ იმიტომ რომ ახლა ვიყავი რუსთაველზე და ზისავალ ნაწილზე ვიარე ანუ ზოგადად მე არა ვარ ხოლმე მომხრე რომ მაშინ როდესაც ვთქვათ არ არის საკმარისი ხალხი ქუჩა გადაიკეტოს და ქუჩის გადაკეტვის უფლება როგორც ესეთი არ არსებობს მაგრამ რუსთაველი ხო რისი სიმბოლოა რუსთაველი არის სიმბოლო რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზიის. ანუ რეალურად არსებული კანონმდებლობითაც სანამ იქამდე არსებული კანონმდებლობითაც 20 კაცს როგორც თვითონ ამბობენ რუსთაველის გადაკეტვის უფლება არ აქვს. მაგ დროს უნდა მოვიდეს პოლიცია და გითხრას რომ არ გადაკეტო და წინააღმდეგობა შეიქმნას. მაგრამ პრობლემა რაშია იცით რომ ვერ მართავენ. ანუ პოლიცია იქ რომ მოვიდეს შეიძლება ამათ ეშინიათ ყოველ შემთხვევაში რომ იმდენი ხალხი მიიღონ ქუჩაში რომ პირიქით შეუტრიალდეს და პროტესტი გააღვიძონ. ამიტომ ამის ეშინიათ იმედი ქონდათ რომ 4-ის
მერე პროტესტს მოკლავდნენ, აღმოჩნდა რომ რაღაც ხალხი არსებობს მაინც, რომელიც მაშინ შემოგიტრიალებთ შეკითხვას, რომ პროტესტის მონაწილეებიც, მათ შორის, როდესაც არასაკმარისი რაოდენობით ადამიანი არის შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, სწორედ ამ მიზნით ხომ არ დადის მანქანებისთვის განკუთვნილ ავტომობილებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე, რომ მოხდეს თქვა გარკვეული შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და მათ შორის და ეს არის ამოცანა არის რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზია, იმიტომ რომ არალეგიტიმურად მიგვაჩნია ეს რეჟიმი, ბევრი მიზეზის გამო, არა მხოლოდ ვთქვათ იქ არჩევნებს როგორც ატარებს, არამედ იმის გამო, რომ ვის ხმა მიცა ისინიც გადაყრილი ყავს, ხო, რეალურად, ანუ ჩვენს ისტორიულ არჩევანს ღალატობს და ეხა რანაბიჯებიც გადადგა, მაგალითად, განათლების სისტემაში სრულიად სიმეტრიულია იმ არჩევანთან, ანუ იმ პრორუსულ არჩევანთან, რაც გაკეთებული აქვს რეჟიმს, ხო, ჩვენ ხედავთ, რომ იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ანუ გასაგებია დღეს ამბობდნენ, რომ ხო, იმდენი სტუდენტი არ სარგებლობს, იქ რაღაცა ბაკალავრიატში ამდენი ქართველი სტუდენტი არ მიდის, რა მნიშვნელობა აქვს, შენ რა განაცხადს აკეთებ ამაზეა, ხო? 12 კლასები 11-ზე რო ჩამოწიეს. შენ იმისთვის რომ ევროპაში ნაწილზე მინდა რომ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, როდესაც საუბრობთ არალეგიტიმურობაზე, ხომ მე მახსოვს, არჩევნების გამოცხადება, კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა. ოპოზიციის განცხადებები მახსოვს 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომ აი არალეგიტიმური არის ხელისუფლება და შემდეგ არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა და საკრებულოებშიც ვნახავთ და ძალიან ეს არის ოპოზიციის ასევე, ანუ მეორე ამბობს, რომ სამწუხაროა რომ არ შევიდა პარლამენტში. აი ესეც მაგიტომ მოხდა, იმიტომ რომ იგივე ადმინისტრაციის ჩატარებულ არჩევნებზეა ხაზარაძეს აი ესე თავკერძად, იმიტომ მოიქცა, რომ იქაც არის ოლიგარქიული სისტემა, ანუ იქაც მამუკა ხაზარაძე უკეთავს მუსიკას, თავის ნაკირავებ ტელევიზიაში უკეთავს პოლიტიკურ დღის წესრიგს, თავის პარტიის წევრებს თავს ახვევს, თავის ახირებებს, თავის ამორჩეველს ეუბნება, რომ იცი რა არის მნიშვნელობა არა აქვს, შენ რას ფიქრობ, ჩემს მომავალ ნაბიჯზე გჯერა, არ გჯერა არჩევნების, არის თუ არა საკმარისი დრო იმისთვის, რომ შენ არჩევნებში რწმენა დაგიბრუნო, მე ფულს გადავიხდი და შენ მაინც ხმას მომცემ, ხო? ანუ ჩვენ რეალურად საქართველოში რასაც ვხედავთ, მაკა, ეს არ არის ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს არის ბრძოლა რუსული ტიპის ავტოკრატიასა და დემოკრატიულ პროცესს შორის და ეს რუსული ტიპის ავტოკრატიები ბიძინა ივანიშვილის კარიკატურულ სისტემებად ჩვენ გვყავს ოპოზიციაში. აი ესეთი რუსული ტიპის ავტოკრატიული სისტემა რო არის ნაციონალური მოძრაობა, ზუსტად ამიტომ მოხდა 4 ოქტომბერი. თბილისის აგდებას რა უნდა? აი ამაზე გათვალისწინებთ. ისე რომ გეგმაც არ მომხდარა. აი ბოდიში რუსული ავტოკრატიული ტიპის სისტემა რო არის, რა პოსტსაბჭოთა ოლიგარქიული სისტემა, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, როცა ნაყიდი ეთერები სათბურში დასმული იქ რაღაცა პოლიტიკოსები, რომლებიც არ ვიცი მე, არა მინიმალურ კონკურენციაში შესვლაც კი არ სჭირდებათ, ანუ სრულიად დაჩლუნგებულები არიან, არანაირ თქვათ იქ კამათში შესვლა არ უწევთ, უხერხული კითხვების დასმა არ უწევთ, ხო? ესეც არის ავტოკრატია. ანუ რეალურად ხო ყველას უკვირს, რომ აი ესეთი მძლავრი პროტესტებია, ამდენი ხალხი გამოდის ქუჩაში, ესეთი მძლავრია და ესეთი მომხიბვლელი, რომ ოპონენტებშიც კი ხშირად აღთხოვანებას იწვევს, ეგეთი პროტესტები ყოფილა, მაგრამ არ მიდის ეს ყველაფერი შედეგამდე, ხო? მარტივია, იმიტომ რომ მარტო ივანიშვილს კი არ ეუბნება უარს ეს პროტესტი. იმასაც ეუბნება უარს, რაც ოპოზიციაში ხდება, რომ აი 4 ოქტომბერს რა გააკეთეს, რომ ხალხი გეგმებთან დაკავშირებით 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მაინტერესებს, როდესაც დაინახეთ პროცესი, ხო, როდესაც დაინახეთ პროცესი სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება, ნახეთ ვინ გაიზიარა, ხო, ვინც არიან დაკავებულები, მაგრამ აი ტოტალური პასუხისმგებლობის სინდრომზე როდესაც არის საუბარი, სად იყვნენ პოლიტიკოსები. მას შემდეგ რაც ბურჭულაძე და სხვა დანარჩენი დააკავეს. როდესაც ნახეთ ხდება ხოლმე და ხალხი მიტოვებული იმის შესახებ მაგალითად რას გეგმავდნენ. თუ არ გქონდათ, რატომ არ გქონდათ? არ გენდობოდნენ და იმიტომ არ გქონდათ. პროცესებს ამდენად ჩამოშორებული იყავით. თქვენ არ იყავით დაინტერესებული თუ რას გეგმავდნენ, იმიტომ რომ ფაქტია რომ რაღაცა იგეგმებოდა, ხომ? ეს მათი განცხადებებიდან გამომდინარე. ჩვენ არა თუ დაინტერესებულები არ ვიყავით, ჩვენ ვიცოდით რომ არაფერს არ გეგმავდნენ. ანუ ჩემი პოსტები რო აიღოთ დღიდან აი ამ 4 ოქტომბრის გენიალური დამხობის გეგმის გაცხადებისა, იმ დღიდან მე ხალხს ვარწმუნებ, რომ ეს ყველაფერი არის ბოლი, ხალხო არანაირი დამხობა არ მზადდება და გაწყვეტა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ გაწირეს მაშინ ადამიანები თამარ, იმიტომ რომ დაკავებულები არიან დღეს ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად თავიც გაწირეს. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და სააკაშვილმა ხო რეალურად თავიც გაწირა. ანუ მარტო ადამიანები ხო არ გაწირა, თავიც ხო გაწირული აქვს, იმიტომ რომ სრულიად ანუ რეალობას არ იღებს, რეალობიდან გამომდინარე
გამომდინარე გადაწყვეტილებებს არ იღებს, გადაწყვეტილებებს იღებს სასურველიდან გამომდინარე და იმის გამო რომ მისთვის სასურველ რეალობაში დამხობა ხდებოდა, შესაბამისად ერთმანეთი აგიჟეს. ანუ აი როგორ გითხრათ ეხა მარტივია რა და თან მე როგორი რაღაც არის, აი ხა შენ თქვა ჩვენ რო ავიღოთ აი სტიქის დროს რო თქვათ რაღაცა ის ხდება ხო, ადამიანები თქვათ გასაჭირში ვარდებიან და ასე შემდეგ და სულ იწყება რომ აი ტექნიკა არ ყოფნის, ხალხს ყურადღებას ვერ აქცევს, ანუ ადამიანი მისი მოსაზრება, მისი ინტერესები გამოთიშულია. მაგით თუ არ იფიქრა ნაცმოძრაობამ ხალხზე და მაგით თუ არ იფიქრა მათ გაცხრუებულ იმედებზე, რატომაც ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს ქართველ ხალხზე და გაცილებით თუ არ ეს ჩადის, იმიტომ რომ ძალაუფლება ხელში უყრია და რასაც აკეთებს ახლა ხალხო, ანუ ის რასაც აი მაგალითად პარტიების აკრძალვით აკეთებს. ხო, შენ ხო იცი რომ მე ძალიან დაბალი წარმოდგენის ვარ ქართულ ოპოზიციურ პარტიებზე, არა ერთხელ ანუ მაგის გამო იმაშვები რა ქვია, ბევრი თავდასხმის მსხვერპლი ვარ, ხო? მაგრამ პარტიას ცივილიზებულ ქვეყანაში განაჩენი უნდა გამოუტანოს ამომრჩეველმა. თუ რო ვიმუქრები ჩავრეცხავ მეთქი. ისე უნდა მიიყვანო რომ ამომრჩეველმა აღარ აირჩიოს. რა შუაშია სახელმწიფოსგან პარტიების აკრძალვა, ხო? რასაც ახლა აკეთებს. ეს ხო ბელარუსისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ეგ არჩევანი აქვს ბიძინა ივანიშვილს გაკეთებული, საქართველო არ არის ბელარუსი. საქართველოს საზოგადოებას ძალიან ძნელია რომ იმიტომ რომ განსხვავებით ბელარუსისგან სადაც არ ჩამოშლილა საბჭოთა სისტემა და ისევ დგას ქართული სისტემა ეგეთი არ არის და რაც ჩვენ ახლა ღარიბაშვილთან თავს ლილუაშვილის თავს და ასე შემდეგ ვნახეთ მაგისი მაგალითებია რეალურად რომ როდესაც კრიზისი იქმნება სისტემა ვერ უძლებს ვერ შეძლებს ის ოქტომბერზე უნდა დაგაბრუნო აუცილებლად პასუხისმგებლობის მაგრამ ესეც ხო კარგი ამბავია ვერ შეძლებს კობახიძე და მდინარაძე ბიძინა ივანიშვილისთვის იმის შესრულებას ახლა ლურჯი ვეშაპის დავალება აქვს ბიძინა ივანიშვილს კობახიძისთვის და მდინარაძისთვის მიცემული. ამ დავალების შესრულებებში ასრიალდებიან, ანუ პირველი გამოძიება, რაც მდინარაძემ ჩაატარა, იყო ზუსტად ის, რომ ტაილანდში დაეტაკა ამერიკის საელჩოს ხო და რომლის შედეგადაც ელჩი დაიბარეს. ანუ რა პროცესებიც ოცნებაში არის დაწყებული. ეს პროცესები არის ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის, იმიტომ რომ ოცნება სუსტდება და სწორედ ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვიფიქროთ ამომრჩევლის სად არის ამ დროს ოპოზიცია საინტერესო და პასუხისმგებლობის ნაწილი. ბოკერია დაკარგა, გაძლიერდა თუ დასუსტდა. სააკაშვილმა რომ ბოკერია როგორც პარტნიორი დაკარგა, გაძლიერდა თუ დასუსტდა სააკაშვილი? ნაცბელია და რო დაკარგა ნაციონალურმა მოძრაობამ, გაძლიერდა თუ დასუსტდა? დასუსტდა რიცხვებში აისახება ეგ ყველაფერი. და თან როგორ ხდება? ის ხო ამათ უკან ხო კიდევ ხალხი დგას. ნინო ჯღარკავას პოსტი ნახე. ეხა ეგენი დაიწყებენ იმაზე ფიქრს და იმაზე ოცნებას, რომ ბიძინამ არ იცოდა. ბიძინამ არ იცის ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს კობახიძე აკეთებს. ეგ ნაციონალურ მოძრაობაში წმინახავს. ეხა ანუ უყურებდი მაია ნადირაძესთან მქონდა ეხა ინტერაქცია რომელმაც გადაწყვიტა რომ თავს დაგვესხას აი ჩვენ ჯანსაღი პოზიციის გამო და ისიც აი როცა უშვებს ანუ ბელადის მიმართ შენ როდესაც ესე ხარ მიმართებით რომ აი რაღაცა ის არის შენი ძალაუფლების წყარო ყველას ურჩევნია ვინ უნდა დაიზიაროს 4 ოქტომბერს რაც მოხდა იმასთან და იმ პროცესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სრულად არ არსებობს ნაციონალური მოძრაობის ფლანგები ნაციონალურ მოძრაობაში ყველა ნულია მიშა სააკაშვილის გარეშე ამაზე წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ წევრს, იმიტომ რომ ეს არის ფორმულა, მიშას გარეშე ნულებო, ეს ჩვეულებრივი ამბავია იმათთვის, ყველა არის ნული შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის გამო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ რომ სუსის ნარატივს ემთხვევა თქვენი განცხადება. ანუ რას ქვია, ჩემი განცხადება ერკვევა სუსის ნარატივს, მაშინ როდესაც ისინი მოუნებოდნენ რომ ლილუაშვილმა გვიღალატაო? ანუ ის რა ქვია, ლილუაშვილიც და ტარიელონიანით ეგენი აწყობდნენ იმას რა ქვია, გადატრიალებას და მე ვარ სუსი, რომელიც 2 თვის წინაც იმას ვიძახი, რასაც ახლა ვამბობ. სად იყო სუსი მე რომ ვლაპარაკობდი მაგას? სად იყო სუსი, როდესაც მე ვიძახდი, რომ თქვენ შარში ეხვევით, ეს არის სიგიჟე, რასაც აკეთებთ, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, ვემიჯნებოდით ამომრჩევლის. ხეთ დარწმუნება არ გქონდა თქვა საუბრის საშუალება თუ რა? მე ეს რომ მოხერხებადი იყოს, დებილი კი არა ვარ 2016 წელს მოვახერხებდი, ხო? ანუ ჩემი ამოცანა სააკაშვილის გვერდზე გაწევა ხო არ იყო? ჩემი ამოცანა იყო ისეთი სისტემის აუცილებლობაში დარწმუნება, სადაც ქვემოთ ნულები კი არ ყავს, პოლიტიკური ლიდერები ყავს, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა აქვს, რომელიც ხალხთან ანგარიშვალდებულია. ძლიერ ფეხებზე დგას ოპოზიციაში. თამარ, ეს მაინტერესებს, რა ცოტა რომ გადავხედოთ. დღეს რა მოცემულობა არის ოპოზიციაში? ანუ რა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დაკვეთა გამოჩნდა 4 ოქტომბრის მერე. ანუ ერთი მხრივ ქართველმა ხალხმა რა გააკეთა. დაკვეთა გამოჩნდა ხალხის და საპროტესტო ელექტორატის და ეს ავხსნი რას გულისხმობ. ერთი მხრივ ხალხი არ წავიდა ბიძინა ივანიშვილის არჩევნებად წოდებულ ფარში 2/13 მეტმა არ მიიღო მონაწილეობა ისტორიული დაბალი აქტივობა იყო. თვითმმართველობის არჩევნების დროს როგორც არა,
ხელისუფლების არჩევნებს ვადარებდა, იქაც ძალიან დაბალი იყო. ანუ ეს ნიშნავს ხელისუფლებისთვის პრობლემაა ეს რა, რეალურად ვინც რიცხვებს კითხულობს და მით უმეტეს რეალური რიცხვები იცის, ხო? წესით უნდა დაენახა, რომ სერიოზული პრობლემა აქვს. ეხლა ხაზარაძე რო არ შესულიყო, საერთოდ აქტივობა ჩამოვიდოდა 20%-ზე, მაგრამ ნუ რას ვიზავთ? შევიდა, ხო? ერთი ეგრო ეს აჩვენა, რომ ხელისუფლებას თამაში არ წეხვა. მეორე რითიც ძალიან ვისიამოვნე არის, რომ ხაზარაძემ თავისივე ამორჩეველიც კი ვერ დაარწმუნა. ეგონა ხალხს იყიდდა და მთავარი ოპოზიცია გახდებოდა და 21 წლის შედეგიც გაიუარეს, ანუ ხაზარაძემ და გახარიამ ერთად დაკარგეს ხმების 60%. გახარიას გაუსწრო იმან, რა ქვია, ალტიმფომ თბილისში. ძალიან გახარებული ვიყავი ამით, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა ისიც დაადასტურა, რომ ეხლა ოლიგარქს რომ მოუნდება ეხლა ხმების ყიდვა, მისი ხმა არ იყიდება და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე რაც დაადასტურა არის ის, რომ ვიღაც დელუზიური რაღაცა უპასუხისმგებლო მოწოდებებს არ მიყვება და რჩება მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში. ხო, მაგრამ არ გიფიქრეთ ამ იმაზე, რომ შესაძლებელი არის და სავარაუდოდ პროტესტის მონაწილე ოპოზიციამაც დაკარგა ხმების რაოდენობა. არა, მე არ მგონია, რასაკვირველია, ამიტომ ყვიროდი და ამიტომ ვიყავი ამის წინააღმდეგი და ამიტომ ვდებდი ამ ხელა ინვესტიციას დინების წინააღმდეგ წასვლაში, მაშინ როდესაც ხან ქოც და ხან მოღალატეს და ხან რას მიძახდნენ, რომ არ დამეკარგა ზუსტად, იმიტომ რომ ვიცოდი ყველა შემთხვევაში, რომ ოპოზიცია მივიღებდით ზიანს და ვთვლი, რომ ის რაც მანამდე ვაკეთე, გარკვეულწილად ნდობას მინარჩუნებს ელექტორატში და ამის გაფართოების შესაძლებლობა. მაგრამ მაგალითად იგივე თუნდაც სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი შემხვდა დარწმუნებული თქვენც გინახავთ 4 ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბევრს გაუცრუვდა იმედი. კი, რასაკვირველია, ეს სალოდნელი იყო, მაგრამ მეორე მხრივ არის ჩვენ ძალიან აშკარად დაინახა და მათ შორის დემოკრატიულმა პარტიებმაც და პოლიტიკურმა აქტორებმაც ძალიან კაფეო დაკვეთა დაინახეს, რომ დემოკრატიული თავი ჭირდება პროტესტს და გავაბოლოში. ანუ დემოკრატიული, თვისებრივად დემოკრატიული, ანუ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის და ხაზარაძის ვინ არის ეს აი კეთდება ეხლა. აი ნაციონალური მოძრაობა უნდა ჩაირიცხოს ამბობს. ნიჩეს კრიტიკა დაწერა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა არ ვიცი, მაგრამ ნიჩე როგორც ამბობდა, თუ არ დაიფერფლე, როგორ უნდა აღზრდეთ, ჯერ თუ არ დაიფერფლე, ხო? დაახლოებით ეგეთი რაღაც ხდება და მე მგონია, რომ ძალიან კარგი პროცესი შეიძლება დაიძრას ამ ყველაფრიდან. ჩვენ მოედანი ახალში ნორმალური პროცესი მიდის ჩემი აზრით და ვნახოთ, ანუ ახალიც დიდი პარტია იყო, ხო და ძველი პარტიაა და ძველი რა ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილი. ეხლა პარტიების აკრძალვას რო აპირებენ, ესეც სასაცილოა, ხო? ჩვენ აკრძალავენ თუ ვის აკრძალავენ არარელევანტურია, იმიტომ რომ თუ პოლიტიკური პარტია სახელმწიფოს მიერ არის აკრძალული, იქ ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესი არ შეიძლება იყოს, ხო? შესაბამისად, ერთადერთი ადგილი, სადაც შენ შეიძლება პოლიტიკური პროცესი აწარმოო, არის რეჟიმისგან დამოუკიდებლად ქუჩაში. ანუ რეჟიმი მაინც ანუ რამდენიც არ უნდა გუკრძალოს და იყოს, რეჟიმი მაინც ქუჩიდან უნდა გადაატყდეს, ხო? ხელოვნურად ოპოზიციას რეჟიმი ვერ გააკეთებს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ის ხალხი არსებობს, როდის ხდება რევოლუცია? რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც სახალხის ფართო მასები თავს გრძნობს თამაშგარე. ამ ოპოზიციას შენ გინდა არ გინდა მოგწონს, არ მოგწონს, მილიონი ამორჩეველი ყავს. შენ თუ ამ მილიონ ამორჩეველს და მათ შორის შენ ამორჩეველს, რომელმაც პროდასავლურობისთვის მოგცა ხმა, თამაშგარე ტოვებ, ეს ხალხი სისტემაში თავის ადგილს ვერ მაგრამ თამაშგარე თუ გრძნობდა ხალხი, თუ გრძნობდა თავს 4 ოქტომბერს მათ შორის აი ამ დენი მოწოდების ფონზე ხომ უნდა გამოსულიყო. გასაგებია ძალიან ეხა ქართულმა ხალხმა უნდა გამოიჩინოს სიბრძნე და აი უპასუხისმგებლო ძალა, რომელიც აი ამ ისტერიკას აწყობდა და ის უპასუხისმგებლო ძალაც, რომელიც აი ამ უპასუხისმგებლო ტყუილი ისტერიკისთვის, რის გამოც სრულიად ტყუილი ბრალდებებით ხალხის ციხეშია, ხო? ანუ აი ამას თუ უნდა დემოკრატიული განაჩენი გამოუტანოს და ჩარეცხოს. ანუ გააკეთოს ის, რასაც ვიძახი. ესე ვინც ექცევა, ესე უდიერად და აბუჩად ვინც ექცევა ხალხს, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, მიშა სააკაშვილით გაგრძელებული, ხაზარაძით დასრულებული, ქართველმა ხალხმა უნდა გადარეცხოს დემოკრატიული პროცესით. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს უნდა ქნას ქართველმა ხალხმა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში. და არა ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოთი და მე ძალიან მიხარია, რომ ირინა იმერლიშვილი დემოკრატიულ არჩევნებში და არა იმ პროცესს და არა იმ ტიპის პროცესის და ისეთ ვითარებაში რაც იყო 4 ოქტომბერს. ვერ მივიღებთ არა, რასაკვირველია, არა ეს ფალშტარტები ვის უნდა, ანუ ფალშტარტი, ანუ სარეალ ადგილას მარცხი გააფორმებინეს, ანუ რო არ გვეკუთვნოდა ისეთი მარცხი გააფორმებინეს რეჟიმს. ანუ ეგ ავანტიურა რო არ ყოფილიყო, ჩვენ ვიდგებოდით ბევრნი რუსთაველზე და ვიზეირებდით რეჟიმის დელეგიტიმაციას. პასუხებს მოვისმენთ თამარ, მაგალითად რას ნიშნავდა თუნდაც ის განცხადება, რომ აი ახლა კი დავიძარით სასახლისკენ იმ ფონზე და საერთოდ ზოგადად რაც მოხდა 4 ოქტომბერს ჯერჯერობით ამომწურავი პასუხები ცხადია, რომ არ გვაქვს. სრული ბოდვა, რასაც ნიშნავდა
უნდა რომ არაჟინით კონტეინერით შემოქანებულ ნიშანს ქართველი ხალხი დაეტაკებოდა და გადაარჩენდა. ანუ აი არაფერი, აი ზუსტად ეგ იყო და იყო ტყუილი და ძალიან წუხარ იმ ხალხის გამო, რომელიც ტყუილი მუხლით სხედან და ძალიან მინდა რომ მალე გაირკვეს რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი, ატყუებდნენ ხალხს. ხალხის მოტყუება უფრო საშიშია, ვიდრე იქ პროკურატურაში ეს რა ქვია და ჯობია რომ ის გაირკვეს რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, ვიდრე თხზან ეს რაღაცა სულელური შეთქმულებები ტყუილაძის ის ხალხი ციხეში იმ მუხლით რა მუხლითაც სხედან. არ ყოფილა არანაირი დამხობა, ერთმანეთს აბოლებდნენ და ეს მე ჩემი ყურით მაგ მრავალჯერ მოსმენილი. არ ყოფილა დამხობა, თუმცა ნახეთ გადაძროვის მცდელობა და იყო აი რა ვიცი, რაჩი ხარო გადაძრა აღარ გახსოვს შესაძლებლობაში ვინმე დაიჭირა. სასახლეში გადაძროვა და შესაძლებლობა. ცოტა ხანი დაიჭირეს მე მგონი და გაუშვეს. და იყო და დაკავებულებიც იყო. სისულელებს და მე პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოქმედ. და მაინც იქამდე მივდივართ ახლა ფიზიკურად დროც აღარ გვაქვს, თუმცა საბოლოოდ მაინც იქამდე მივდივართ. საჭირო რაოდენობით ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, იქ პროცესი დაიწყებოდა რა თქმა უნდა და ეს იქნებოდა რა თქმა უნდა დამხობა. უცნობმა გახსოვს იქ იმაზე რომ პროცესები და მე რო წაიყვანა და პატრიარქისკენ გაახვევინა, ან მაშინ ვერ გავედა მაშინ იმან პროცესის დაწყება. ამანაც იფიქრა რომ გაუშვებ ახლა. მადლობა თამარ ჩვენთვის გამოგვიყვანილი დრო ამოიწურა, გავაგრძელოთ სამომავლოდ. თამარ ჩერგველეიშვილი პასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი.